Diego Costa. Yaya Toure, პაპუნა, გამარჯობა. გაგიმარჯოს. Yaya Toure, კოდიუარელი კაცი, დაიბადა ესეთ ქალაქში სახელად ღმერთოჩიმურ რა სახელი? ბუაკეში. რა მექსმენია ბუაკეზე? ვერ გეტყვი, არაფერი მსმენია. მე კოდიუარი და მსმენია დროგბა, ჟერვინიო. ხო. Yaya Toure. მაგრამ Yaya Toure იყო კაპიტანი, მაგ ორი ტიპის. 2010 წელს იყო Yaya Toure? იყო უეჭველი იყო. მგონია. ხო, ანუ აფრიკიდან იქნებოდა 10 წელს ბარსელონაში თამაშობდა უეჭველი იქნებოდა. აფრიკიდან გადავიდა ოლიმპიაკოსში იყო ძალიან კაი და ოლიმპიაკოსიდან რაიკარდმა გადაიყვანა ბარსაში. ასევე დაამტკიცა მისი სახელი, მინდა ვთქვა რომ აი უნივერსალური ფეხბურთელი იყო, ბურთის წამოღება ძალიან კარგად შეეძლო. ეს უყვარდა რაიკარდს, რაიკარდი ვიტყვი დეკლან რაისზე მაგალითად. ხო, ანუ ბურთის წამოღება უნივერსალური ფეხბურთელი იყო, ძალიან ფიზიკური ტიპი იყო, ასე რომ შეხედავდი, მაგრამ ასევე ძალიან ტექნიკური რა. რაიკარდს მოწონდა. ამიტომ რაიკარდმა წამოიყვანა ბარსაში და აი 2009 წლის ფინალში რა, ეს იყო მაგისი პეცი რომ აი რაიკარდმა დააყენა არა ცენტრალურ ნახევარმცველად, არამედ ცენტრალურ მცველად რა. გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები. და თან მოიგეს ეგ ფინალი რა. შესაბამისად ეს ყველაფერი იმას, იმიტომ რომ გამართლებული. ნახე, ანუ ვისაც აი ოდნავ უბანშიც არ უთამაშია ფეხბურთი, შეიძლება ვერ მივხვდეს რა განსხვავება თუ გინდა აი როგორც ასეთი რომ წარმოიდგინო ნახევარმცველი თან ჩამშალი ნახევარმცველი დგას მცველების წინ, ხო? ასე ვთქვათ ბოლო ხაზი არის რა. მაგრამ ანუ ადგედა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო, ეგ არა მარტო ერთი ნაბიჯით უკან დახევა რა, ძალიან რთული პოზიცია არის, ხო, და ადგედა მსოფლიო, ანუ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშო, თან კარგად ითამაშო, 2-0 დამთავრდა, თან გოლი არ გაუშვიათ რა, ეს რა ვიცი. კაკრას მტკიცებს მის უნივერსალობას რა, ბოდიში თამ ჟარგონზე, მაგრამ ეგრე არის რა. მაგრამ რაიკარდის მერე მოვიდა გვარდიოლა და გვარდიოლას და Yaya Toure-ს დამოკიდებულება, აი, ცალკე ისტორიაა. ცალკე ისტორია, კი. ცალკე გადაცემაც შეიძლება მივუძღვა მაგ ყველაფერს. 2010-ში გადავიდა Yaya Toure City-ში და City-ში დაიწყო ახალი ერა. აი, City იყო რაღაც ჩვეულებრივი გუნდი, Aguero-ზე სვილაპარაკეთ ეს ყველაფერი, მაგრამ Yaya Toure-მაც აი Aguero-სთან ერთად City გახადა რაღაც აი ტოპ გუნდად რა. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება გქონდეს გუნდს კარგი დაცვა, გქონდეს ყავდეს უბრალოდ კარგი მეკარე, მაგრამ ნახევარ დაცვა თუ არ არის, ამ ორს ანუ შეტევას და დაცვას ერთმანეთთან რა თქმა უნდა ვერ აკავშირებს. ხო, კი. Yaya Toure იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ახალ გუნდში გადავიდა 2013-14 წელს. პრაიმი ქონდა, 20 გოლი გაიტანა რა, თავისი ასისტებით, რაც არის იდეალური შედეგი რა. ამას ბევრი ვერ გაიმეორებს მე ასე. ანუ თან City-ს მოუპოვა ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულები, პრემიერ ლიგა იყო იქ და კიდე შიდა ინგლისის თასები იყო, რომ აი პირველი ტიტულები, მნიშვნელოვანი ტიტულები City-ს მოუპოვა Yaya Toure-მ. მაგრამ დაუბრუნდეთ გიო, აი 2016 წელს უკვე, სადაც პეპი მიდის. პეპი ისევ მოვიდა Yaya Toure-სთან. თითოეულ ერთი თოროლა სიტყვით შეიძლება რომ გითხრა მაგასთან დაკავშირებით. ანუ გვარდიოლას თუ City იყო, აი ახალი გამოწვევა პრემიერ ლიგაში არ იყო გვარდიოლა არასოდეს და აი ბაიერნის მერე ბაიერნში ჩავარდა გვარდიოლა რა, ანუ ვერ მიაღწია გვარდიოლამ იმ შედეგებს, რაც მიაღწია ბარსაში რა. კი ბატონო. და City-ში აი ყველანაირი კარდულანში ფული გაქვს, ყველანაირი ფულს მოყოლა შეგიძლია და აი მიდი ქენი ძმაო. რისი გაკეთებაც კიდე გააკეთე, რა გუნდის კიდე ის ჩამოაყალიბებ. ნუ პეპი ამბობს ასეთ რაღაცას. EAS აგენტი უფრო სწორედ აკეთებს ცოტა ცუდ რეპლიკებს სიტუაციასთან დაკავშირებით, იმასთან რომ სასტარტოში არ არის EA ამასთან დაკავშირებით. შემდეგ პეპი ითხოვს როგორც მახსოვს ბოდიშს თლიანი გუნდის მიმართ, ამ ბოდიშს ვერ იღებს თუ არა, იღებს მე მგონი ვერ. აი გარც მე არ ვიცი მაგას არ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი Yaya Toure-ს რომ თავის აგენტმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში, მაგრამ ხო Yaya Toure-მ რაღაც ბოდიში მოიხადა, მაგრამ ანუ დამოკიდებულება იყო არეული რა გვარდიოლას და Yaya Toure-ს მიმართ რა. მესმის კი, ეგრე იყო ნამდვილად. ანუ არ ვიცი რატო მოხდა ეს, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით დღევანდელ პეპს, აი დღევანდელი City-ს პეპს რა გაუსტარდებოდა. ძალიან მოუხდებოდა Yaya Toure. აი როდრისნაირი, ოღონდ უფრო უნივერსალური ფეხბურთელი იყო Yaya Toure. ჩემი აზრით.
კი ბატონო, ეგრე იყო. ის ხალხშორის როდრიზეც 1-2 სიტყვა რა ვთქვა, აი რას ვფიქრობ? ოქროს ბურთის მერე მე მგონი ცოტა უფრო უკან წავიდა მისი კარიერა. ოქროს ბურთის შემდეგ როდრიზ ჰქონდა ჯვარედინი იოგების ტრავმა. კი, ტრავმა ჰქონდა, ძალიან რთული ტრავმა ჰქონდა მესმის, მაგრამ მაინც უკან წავიდა მისი კარიერა. კი ბატონო. დაუბრუნდეთ ისევ იაიას თუ შეიძლება. მას რა შეიძლება ითქვას სიტის მერე? ის შეიძლება ითქვას რომ დაბრუნდა ოლიმპიაკოში, როგორც ფეხბურთელი მწვრთნელი. ხშირად აკეთებენ ფეხბურთელები ამას ბოლო წლებში კარიერის. მერე ჩინეთშიც იყო, მაგრამ აი სიტის მერე ტურეს კარიერა იყო უბრალოდ დამთავრებდა რა. ხო. კარიერას უბრალოდ ოლიმპიაკოში ძველ მეგობრებს მიუბრუნდა, ჩინეთში უბრალოდ რომ ფული გაიკეთებინა და მერე უბრალოდ აი იცი რა არის სამწლო კარიერას ჩემი აზრით კიდე გამოსარჩევი EAS-თან დაკავშირებით, მის კარიერასთან დაკავშირებით, რომ როდესაც გუნდიდან მიდიოდა, ის გუნდი ორმაგრად უფრო კარგი ხდებოდა რა. ხო და შეიძლება დაუშვათ ნაკლებად კომპეტენტურ ფანს ან ნაკლებად ჩახედულ ფანს გაუჩნდეს ის წარმოდგენა, რომ ზუსტად ის იყო პრობლემა რა. როდესაც არ იყო პრობლემა. არავითარ შემთხვევაში, ანუ ტურეს ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, აი ყველაფერი შეიძლება, მონაზრე შეიძლება ყველაფერი რა, ანუ playmaker-ობაც, დაცვაც, დარტყმაც, პასის ყველაფერი შეიძლება. მოდი გიო მე დაგისვამ ერთ ასეთ კითხვას, რომელ ადგილას დააყენებდი EAS დღევანდელი მონაცემებით? რომელ ადგილას ტოპ-10-ში? რას მეკითხები ახლა ვერ გავიგე. ანუ საუკეთესო ფეხბურთელებში თუ საუკეთესო ნახევარმცველებში? ტოპ-10-ში არ არის EAS-ი. ტოპ-10-ში გამიჩნდა. ჩემი აზრით 10-ში არის, მაგრამ შეიძლება იყოს მე-10, მე-9 აი სადღაც ესეთი. აუ არ ვიცი, ვერ ვიტყვი. აი ჩემთვის სუბიექტურად ტურე მე ძალიან მიყვარს რა. მისი ძმას ძალიან მიყვარს, კოლოტურეს ძალიან მიყვარს. ცოტა შორის კოლოტურე ახლა არის გვარდიოლას თანაშემწეა. კი ბატონო, კი. და ბევრი ხანია რომ თანაშემწეა და სხვათა შორის საინტერესო არის ესე მაგეთი დამოკიდებულება როგორც. პეპს იატური არ უყვარს, მაგრამ კოლოტურესზე ალბათ რავი აფანატებს, იმიტომ რომ ამდენი წელი კი ეხმარება თან ბეროყასაში როგორც და მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა რომ აი მე რო პატარა ვიყავი ალბათ ერთი 14-13 წელს ვიყავი რომ აი ჩემთან უბანში ორი ძმა იყო ორი ძმა იყო რომელსაც აი იატური ძალიან უყვარდათ რა აი ძალიან უყვარდათ აი გოლს გაიტანა ერთი ტიპი ხო ვიზახი ხომ აი მესი რონალდო აი ეს გოლს და იატურე აი ესეთ რაღაცეებს იზახდა იცი ეგ დაახლოებით კაკრას მის პრაიმის დროს ხო არის სიტის დროს სიტის პრაიმის იმიტომ რომ აი მაგ პერიოდში მახსოვს ისეთი ლამაზი გოლები აქვს განადანი EAS აი ჩემი ზოგადად იცნობ შენს ლაშას როგორ არის აი ლაშას ერთ-ერთი EAS ეგეთი მოყვარული იყო რომ ამბობდა შორიდან გატანილი გოლზე ყველა მაგას ამბობდა რა როგორც აი გახსოვს ბენზემა რო ერთ პერიოდი ძალიან დაფასებული გახდა მაგრამ მანამდე რო ძალიან დაუფასებელი იყო რონალდო რო წავიდა მაგ აი მახსოვს რეალის აი მე ყველაზე კარგ პერიოდში მოედანზე ეს მინი ფეხბურთის თამაშის დროს მომენტს თუ გააფუჭებდი გეძახდნენ ბენზემას რა ან იგუაინს ხო ისეთი მომენტი იყო რომ მე პირიქით რონალდო რო წავიდა ბენზემა პრაიმში შევიდა ეგრევე ხო ეგრე იყო ხო მაგრამ ბენზემას არანაირ ხედავთ კი ბატონო უბრალოდ გამახსენდა ეს იატურეს გოლის გატანაზე და რომელიმე ფეხბურთელის დაძახებაზე გამახსენდა იატურე ხო აი მაგიოსად ამიტომ იყო დაუფასებელი რომ რო წავიდა ფეხბურთიდან მის მაგივრად გამოჩნდა ბევრი ფეხბურთელი მის გუნდშიც და ისედაც ზოგადად რა თან უნდა ვთქვათ რომ აი ინიესტას მოდრიჩის ჩათვალე თითქმის ამ პერიოდში იყო რა ნუ შეიძლება 1-2 დიდი ნახევარმცველების პერიოდში იყო ძალიან დიდი ნახევარმცველების და ისეთ პერიოდში როდესაც თვითონ ეგ პოზიცია გარდაიქმნა რა და ცოტა სხვა როლიც მიიღო რა აი მაგალითად ვიცი შეიძლება ვთქვათ ასევე კიმიხი შეიძლება ვთქვათ რომლებიც ცოტა ევოლუცია გაუკეთეს ამ პოზიციაში რა. მაგრამ მაინც EAS თავისი ადგილი უჭირავს ჩვენს გულში და ასევე დარწმუნებული ვარ ბევრი ფანის გულში რა. კი. რა უშუალოდ იყო და მომავალ შეხვედრამდე. გემშვიდობები.